დარწმუნებული ვარ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ თუ კი პოლაროიდი არ არის, ფოტოს როგორც ასეთი ორიგინალი სახე არ გააჩნია, ვინაიდან ის შეგვიძლია მილიონობით ავატირაჟოთ და ფოტოთ რჩება ასლის თუ კოპიოს თუ შტამპას მიხედვით, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა გამომართული ყურადღება ექსპონატსა და მის ავთენტურ ასლს შორის. ეს გახლავთ ექსპონატი, რომელიც ფერარას ბიენალეზე იყო 4 დღით წარდგენილი და უშუალოდ რეალიზირებულია ეფეტო არტის მიერ და მას ხვდა ბედნიერება წილად, რომ ერთ-ერთი ექსპონატებს შორის ამ გრანდიოზულ ბიენალეზე ერთ-ერთი წარმატებული ექსპონატი ყოფილიყო, რომლის საფასურიც გახლავთ 35,000 евро სიმბოლურად, ვინაიდან ეს მეორეჯერ და მესამეჯერ აღარ განმეორდება და ისტორიაში დარჩა ასეთი სახით, უნიკალური სახით და ეს მართლაც ერთ-ერთი და ორიგინალია. ხოლო სხვა შემთხვევაში ეს გახლავთ ავთენტური ექსპონატის ავთენტური სახე, რომელიც ასევე ეფეტო არტემ დაგვიბეჭდა 10 ცალი, მას მოჰყვება სერტიფიკატიც და მისი ღირებულება ჩარჩოს გარეშე 35 евро, შეიძლება ატირაჟდეთ მილიარდობით, ხოლო ამ შემთხვევაში ეს ჩემს მიერ ჩასმულ ჩარჩოში სიმბოლურად, ვისაც აინტერესებს ჩემი ხელოვნება, 50 ევროს ფარგლებში შეუძლია მისი შეძენა და რაოდენობა შეზღუდულია, ვინაიდან ეს არის ოფიციალური შტამპა, რომელიც მე არ დამიბეჭდავს არც საკუთარი აპარატით და არც რომელიმე ქარხნის მიერ, ეს არის უშუალოდ ამ ეფეტო არტის პროექტი, რომელმაც ხელი შეუწყო ამ გრანდიოზულ პროექტს მაესტროს კოლექციის სახით, სადაც იყო 500-მდე არტისტი წარმოდგენილი და 500-მდე ნაირგვარი მრავალფეროვანი ექსპონატების სერია დაუშვა და ეს იყო მართლაც სანახაობრივი და გრანდიოზული ფაქტი სახელოვნებო ისტორიაში, ვინც კარგად ერკვევა, მიხვდება, იმიტომ რომ ეს ხშირად არ ხდება მსგავსი ფორმატი და მართლაც აი რომ ვიცით ხოლმე თქვა ფუფუნების საგანი, სწორედ რომ ასეთ ფუფუნებაში მოხვდი ამ მოკლე პოზიტიური ინფორმაციით გემშვიდობებით. დღეს არის 2024 წლის ბოლო დღე და ანუ ხვალ ვხვდებით ახალ წელს 1 იანვარს და რა შეიძლება ითქვას კეთილი სურვილებით, მეც აქვე გილოცავთ ბედნიერშობა ახალ წელს და მუდამ მრავალჟამიერი გქონდეს არა მხოლოდ საქართველოს და ქართველებს, არამედ სრულიად დედამიწას და მსოფლიო ხალხებს. კეთილი სურვილებით დროებით.